ყველას დილამშვიდობის ხალხო. ჩემთან ახლა არის დილი 10 საათი და მივდივარ ჯერ მაღაზიაში, მერე ბაზარში. და რას მოვიტან, გაგიზიარებ და გაჩვენებთ. მერე საჭმელს უნდა გავაკეთო და იმასაც გაგიზიარებთ. ყველას ბედნიერი დღე. დღეს ვამზადებ საზაფხულო, უბრალოდ ბოსტნეული და შევწვა და გაგიზიარებთ თქვენც. ესეთ ნაჭრებად დავჭრათ დაახლოებით 4 ცალი კარტოფილი. დავჭრათ იგივენაირად წვრილად ხახვი, 2 ცალი, 2 ცალი ხახვი, ესე წვრილად. ჩავჭრათ ესენიც 2 ბადრიჯანი, წიწაკა ბულგარული, ეს ყველაფერიც ჩავაჭრათ. ვაჭარი ეს ყველაფერიც ესე. ბადრიჯანი ეცადეთ რომ წვრილ ნაჭრებად ესე თხლად დაჭრათ, იმიტომ რომ შეწვის დროს კარგად შემწვარი იყოს. ბლენდერში ჩავყაროთ ნიორი, 2 ცალი პატარა ზომის პომიდორი, პილპილი ცოტა, მარილი და ცოტა ტომატ პასტა 1 სუფრის kovsi. ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ. ჩვენი დაბლენდერებული მასა დავამატოთ აი ამ ყველაფერს დაჭრეს. და კარგად მოურიოთ ეს ყველაფერი. ცალი ხერთ მიჭერს, მოურავ კარგად და მოიყურება. ჩავრთე დუხოვკა რომ გაცხედეს და შევსვა. და ბოლოს რო შეიწება, მოვაყრი ზემოდან ქინძს. ესე გამოიყურება. როგორ ხართ რა იშვებთ, ჩემი კარგება? მოკლედ გაგიზიარეთ დღევანდელი საჭმლის რეცეპტი, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც ბერძნულად ქვია ბრია. ესე ეძახიან. ვინც საბერძნეთში ხართ, გეცოდინებათ ყველას. და ვინც არ ხართ საბერძნეთში, რომ აგიხსნათ, ეს არის ბოსტნეულის, ანუ შემწვარი ბოსტნეული რა, ესე რომ ვთქვათ. მოკლედ ეხლა არის ჩემთან 10 საათი, 10 წუთი აკლია ზუსტად საღამოს. ეხლა მოვიცალე რომ ვლოგი ბოლომდე ჩაგიწეროთ. საღამოს ბევრი საქმე არ მქონდა, მაგრამ როგორც კი მოვიცალე და დავუჯექი და ვიფიქრე რომ ცოტას დავისვენებდი და ვლოგს გავაგრძელებდი, მეზობელი მოვიდა ბებოსთან. მე ისწავლიდა და ცოტა ხანში შვილი მოვიდა, ასე რომ ვერ მოვახერხე ადრე თქვენთან მოსვლა. მაგრამ არა უშავს, თავარია რომ მოვედი და გავაგრძელე ვლოგი და დღესვე დაგიდებთ, აგიტვირთავთ. მე ყველანაირად ვეცდები რომ ვიაქტიურო, მაგრამ მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. წირო წავიწირო, ანუ YouTube-ს გულისხმობ. ძალიან გთხოვთ, ვისაც არ გაქვთ ჩემი არხი გამოწერილი, გამოიწერეთ და ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. რეკლამები როცა ჩაერთვება, რეკლამებს უყურეთ ბოლომდე. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნებისმიერ იუთუბერისთვის მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გეცოდინებათ და ასევე ჩემთვისაც. დალაიქეთ ვიდეოები და დამწერეთ კომენტარები. თუ რამე გაინტერესებთ, მკითხეთ, შეგიძლიათ მკითხოთ. და მე შევეცდები რომ ჩემს შემდეგ ვლოგებში გესაუბროთ და გაგცეთ პასუხი.
მოდი შემდეგი ვლოგი გავაკეთოთ კითხვა-პასუხი, თუ გინდათ, არ ვიცი. დაწერეთ კომენტარებში თუ გინდათ რომ გავაკეთოთ და მომდევნო ვლოგი მივუძღოთ კითხვა-პასუხს. მგონი რომ საინტერესო იქნება. დამწერეთ თუ ვისაც გაინტერესებთ, ანუ ვისაც გაქვთ კითხვები, შეგიძლიათ დამისვათ ამ ვლოგის კომენტარებში და ჩემს შემდეგ ვლოგში აუცილებლად გიპასუხებთ. ყველა კომენტარს უპასუხებ, რა თქმა უნდა, შეცვლების დაგვარად. ეს პატარა ვლოგი გამომივა დღეს, მაგრამ არა უშავს ჩემო კარგებო. სულ არ ჩაწერა, ჯობია რომ ჩავწერე რაღაც, ჯობდა რომ მოსულიყავი. ყველას გისურვებთ შვიდობიან საღამოს, გრილს. ხო, ჩემთან ეს 3 დღეა რომ გრილა, სიგრილია. და ხვალდაზე გარის წვიმა გამოცხადებული საბერძნეთში, მაგრამ არ ვიცი, ვნახოთ. იმედი მაქვს იწვიმებს და უფრო უკეთესად აგრილდება. დაწერეთ კომენტარებში ვისთან არის სიცხე ისევ. თბილისში ვიცი რომ სიცხეა, სხვაგან არ ვიცი. მოკლედ ველოდებით თქვენს კითხვებს და თუ რაიმე კითხვები გექნებათ, აუცილებლად დამიწერეთ ამ ვიდეოს ბოლოს კომენტარებში და გაგცემთ ჩემს შემდეგ ვლოგში აუცილებლად პასუხს. რაც არ უნდა გაინტერესებდეთ, შევეცდები რომ გიპასუხოთ ამომწურავად. ეხლა წავიდე და ხვალეთ შევეცდები რომ გადავიღო პატარა ვლოგი. და თქვენ კი შეეცადეთ რომ იაქტიუროთ, ძალიან გთხოვთ. ეს ჩემთვის არის როგორც გითხარით ძალიან მნიშვნელოვანი. დალაიქეთ და კომენტარეთ, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე და რეკლამა რომ ჩაერთვება, რეკლამასაც უყურეთ ბოლომდე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ და ხვალამდე. აბა თქვენიც არ დაგავიწყოთ არხის გამოწერა. ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ არხი. წინ საინტერესო გეგმები მაქვს და ჩემს შემდეგ ვლოგებში ნელ-ნელა გაგისაუბრებით მაგ ყველაფერზე. აუცილებლად. აბა თქვენით